არსებობს რამდენიმე თარიღი ცხოვრებაში, რომელიც ადამიანს ამახსოვრდება და არასდროს ავიწყდება. ხვალ სწორედ ასეთი დღეა ათასობით აბიტურიენტის და მათი ოჯახისთვის, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და მასთან ერთად მოლოდინები, ემოციები, პასუხისმგებლობა და სტრესი სულ უფრო მძაფრდება, შეიძლება ითქვას. რა საბუთები და ნივთები უნდა ჰქონდეს თან აბიტურიენტს და რა არის კატეგორიულად აკრძალული? რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდნენ აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში და რა ხდება დაგვიანების შემთხვევაში? თუ შემთხვევით პირადობის მოწმობა ან საშვის სახლში დატოვეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ გამოცდაზე არ დააგვიანოთ და ასე შემდეგ. ამ და სხვა ძალიან პრაქტიკულ რეკომენდაციებს დღეს ჩვენს ეთერში გავცემთ. თამარ მეიმანიშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი შემოგვიერთდა, რომელსაც მივესალმები, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მით უმეტეს ახლა ყველას ყურადღება სწორედ ამ თემების ირგვლივ არის მიპყრობილი, დარწმუნებული ვარ. თუ ოჯახში აბიტურიენტია, რა თქმა უნდა, ან სამეგობრო წრეში, საახლობლო სივრცეში და ასე შემდეგ. საგულშემატკივრო ობიექტი ყველას ყავს. დავიწყოთ მაშინ, ხვალ იწყება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პირველ რიგში საბუთები. აი ამით დავიწყოთ და რა ნივთები უნდა ჰქონდეს ასევე აბიტურიენტს, ვიდრე ის საგამოცდო სივრცეში შეადგამს ფეხს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის არა მარტო აბიტურიენტებისთვის, არამედ ჩვენთვისაც, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. და ხვალ ვიწყებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტებისათვის ტრადიციულად ქართული ენით და ლიტერატურის გამოცდით. თავარი რაც ხვალ გამოცდაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს და კიდევ ერთხელ ვთხოვ რომ არ დარჩეთ სახლში და არ დაავიწყდეთ, ეს არის საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მათთვის გამოცდაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს. ასევე შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტმა სასმელი წყალი პლასტმასის ბოთლით იქონიოს თან. ოღონდ ეს 9 ლიტრიანი მცირე ზომის ბოთლებზე არის საუბარი და ასევე სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია იქონიოს საწერი კალამი. სპეციალური პარამეტრების მქონე კალამი არის შავი ფერის, ეგრეთ წოდებული გელიანი კალამი, რომლის ბურთულის გარშემოწერილობა 0.5 მმ-დან 0.7 მმ-მდე უნდა იყოს და აუცილებლად ეს პარამეტრები დატანილი უნდა იყოს კალამზე. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სურვილი აქვს, რომ კალამი თან იქონიოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როგორც აბიტურიენტებს, ასევე ყველა გამოსაცდელ პირს კალამიც, პასუხების ფურცელიც და ყველა საჭირო მასალა დახვდება, რა თქმა უნდა, გამოცდაზე. კი ბატონო, აღნიშნეთ, რომ საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა არის ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ თუ მოხდა ასე, მიუხედავად იმისა, რომ ესე ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე და რაღაცა განსაკუთრებული მობილიზება არის, მაინც და მაინც სწორედ იმ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რჩებათ, მაინც ხდება ესეთი შემთხვევები. ფაქტორი მუშაობს ამ დროს ძალიან. ხო, სტრესიც შესაბამისია. სწორედ ამიტომ თუ მოხდა მსგავსი შემთხვევა და პრეცედენტი, როგორ ვიქცევით, რა ხდება, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი წლით გადავადოთ გამოცდები. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ ეს დოკუმენტები სახლში არ დარჩეთ, თუმცა თუ კი დარჩება მაგალითად საგამოცდო ბარათი სახლში ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გზაში აღმოაჩენს ამას, არავითარ შემთხვევაში სახლში უკან არ დაბრუნდეს, იმიტომ რომ იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც მას უწევს გამოცდის ჩაბარება, ჩვენი თანამშრომლები იქვე ცალკე ოთახში ამოუბეჭდავენ საგამოცდო ბარათს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენის შემთხვევაში აუხსნიან შესაბამის პროცედურას, რა ბადაში უნდა წარმოადგინოს მან ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რა თქმა უნდა შეუფერხებლად ზედმეტი სტრესის გარეშე რომ ეს დოკუმენტები სახლში დარჩა, შევა გამოცდაზე და შეასრულებს დავალებებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ სასურველია რომ არ დარჩეთ, მაგრამ თუ დარჩებათ, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროცედურების დაცვით გამოცდაზე დავუშვებთ. ხო, არის ნერვიულოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, არ ვახდენთ პირადობის მოწმობის და საგამოცდო ბარათის დარჩენის რომანტიზება სამხელახვრით. ეს არის მნიშვნელოვანია. თამარ, აი, საინტერესოა, რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდეს აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში და რა ხდება თქვაც დაგვიანების შემთხვევაში.
აბიტურიენტებისთვის გამოცდები თუ ყოფილა საერთოდ ასეთი პრაქტიკა ის რომ დააგვიანა აბიტურიენტმა დილის სესია გვაქვს და შუა დღის სესია, ანუ 9 საათზე გვაქვს გამოცდები და 3 საათზე. შესაბამისად 1 საათით ადრე ვიწყებთ რეგისტრაციას. დილის სესიის შემთხვევაში 8 საათიდან შეუძლია აბიტურიენტს გამოცხადდეს, შუა დღის სესიის შემთხვევაში რეგისტრაციას ვიწყებთ 2 საათზე და 2 საათიდან. მაგრამ თავარი გასათვალისწინებელი მომენტი არის ის, რომ საგამოცდო დრო რომ დაიწყება, მაგალითად 9 საათის და 3 საათის შემდეგ 1 წუთიანი დაგვიანებაც რომ იყოს და 2 წუთიანით სამწუხაროდ აბიტურიენტს გამოცდაზე ვერ დაუშვებთ. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და ისევ და ისევ თქვენს კითხვას დავუბრუნდები, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც აგვიანდებათ, ხშირია შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ბარათში არ აქცევენ ყურადღებას და სხვა საგამოცდო ცენტრს მიაკითხავენ, ან მაგალითად დილის სესიის ნაცვლად შუა დღის სესიაზე გამოცხადდებიან, ამიტომ ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ კიდევ ერთხელ. ეს არის რა თქმა უნდა საგამოცდო ბარათზე დატანილი. და ერთი რჩევის სახით თუ შემიძლია ვურჩიო აბიტურიენტებს თუ აქვს შესაძლებლობა მაგალითად გამოცდამდე ერთი დღით ადრე მაგალითად დღეს მივიდნენ წინასწარ და მოინახულონ ის საგამოცდო ცენტრი სადაც უწევთ გამოცდის ჩაბარება და ნაკლებად აღელვებული იქნებიან საგამოცდო დღეს, იმიტომ რომ ნახავენ იმ ცენტრის ტერიტორიას ასე ვთქვათ და მარშრუტს გაივლიან და განსაზღვრავენ დაახლოებით რა დროს ჭირდებათ მათი ადგილსამყოფელიდან საგამოცდო ცენტრამდე მისვლას და საშუალოდ მაინც გამოთვლიან ამ დროს. კი ბატონო. ქალბატონ თამარ, როგორც წესი დაშვებული შეცდომები ყველაზე კარგად გვეუბნება ხოლმე აი წინა წლების პრაქტიკას და უფრო თვალნათელი ხდება ხოლმე რა არ უნდა გავაკეთოთ. მოდით მოვახდინოთ გარკვეული პრევენცია წინასწარი და ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ გავაჟღეროთ ჩვენს ეთერში, რომ ჩვენმა მაყურებელმა და განსაკუთრებით აბიტურიენტებმა და მშობლებმა იცოდნენ და კიდევ ერთხელ გავუჟღეროთ მათ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღისთვის იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები. დიახ, ის მთავარი შეცდომები წინა კითხვის პასუხად, რაც თქვი, ძირითადად ეს არის, რომ მთავარი შეცდომა არის ის, რომ ის საგამოცდო ბარათი, რასაც აბიტურიენტი ბეჭდავს, არის მისთვის, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო დოკუმენტი, იმიტომ რომ წერია იქ, რომელ საგამოცდო ცენტრში უწევს ჩაბარება, რომელ საათზე. ამიტომ ამას ზოგიერთი აბიტურიენტი რატომღაც არ ეცნობა გულდასმით და ის შეცდომები წეღარად ჩამოთვალე, რომ სხვა საგამოცდო ცენტრს მიაკითხავენ ან სხვა სესიაზე, ეს უკვე მათთვის პრობლემა არის, ამიტომ აი ინსტრუქციასთან დაკავშირებული შეცდომებიც ხშირია ხოლმე, ხო? ინსტრუქციები ეს უკვე საგამოცდო პროცესზე, როდესაც არის საუბარი და აბიტურიენტი განთავსდება საგამოცდო სექტორში, მას პირად კომპიუტერზე გაიხსნება, ასე ვთქვათ, დავალების შესრულების ინსტრუქცია, სადაც წერია, რომ მაგალითად დახურული კითხვების შემთხვევაში სწორი პასუხი რა სიმბოლოს გამოყენებით უნდა მონიშნოს. ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ რადგან დავალებაში მონიშნულია კონკრეტული სიმბოლო, თუნდაც მაგალითად X-ი, აუცილებლად უნდა მოინიშნოს იმ სიმბოლოთი. ან იმ შემთხვევაში თუ კი დაუშვათ აბიტურიენტი არასწორ პასუხს მონიშნავს, აქაც გვაქვს ინსტრუქცია, როგორ უნდა გადაშალოს ეს არასწორი პასუხი და სწორი როგორ უნდა მონიშნოს. ასევე აქვთ კომპიუტერებზე განთავსებული გამოცდაზე მოქცევის წესები, რომ იქ გადალაპარაკება არ შეიძლება, დახმარების მცდელობა არ შეიძლება და ის წესები, რასაც კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია საგამოცდო აბიტურიენტის ცნობარშიც ჰქონდა, კიდევ ერთხელ ეკრანზე გამოვა, ამიტომ სანამ დავალებების შესრულებას დაიწყებენ, ამას გულდასმით რომ გაიცნონ და თავარი ესეთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ის, რომ აბიტურიენტი მუშაობს შავი სამუშაოსთვის განკუთვნილ ფურცელზე. იმუშავებს, იქ გააკეთებს დავალებას და შემდგომში გადმოაქვს პასუხი ფურცელზე და გადმოტანის დროსაც უშვებენ ხოლმე შეცდომას. აი რა გულდასაწყვეტია. ძალიან გულდასაწყვეტია ეს ჩვენთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენთვის დოკუმენტს წარმოადგენს პასუხების ფურცელი და სწორდება პასუხების ფურცელი. და არა შავი ფურცელი, ამიტომ სამუშაო ფურცელი მათი
სამუშაო ფურცელი არის, ასე ვთქვათ და იმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ მეტი დრო არ დაუთმონ დაუშვათ სამუშაო ფურცელზე მუშაობას, რაც ემართებათ ხოლმე და ცოტა დრო რჩებათ უკვე რომ სწორად გადმოიტანონ გადასატანად, დიახ. გადატანისთვის კი მახსოვს კონკრეტული დრო იყო, რასაც აუცილებლად ვითვალისწინებდით და მენეჯმენტებდით ხოლმე და იმედი მაქვს რომ ამ შეცდომასაც აუცილებლად გაითვალისწინებენ ხვალიდან უკვე აბიტურიენტები. თამარ, აუცილებლად მინდა გკითხო სიტუაციაზე, როდესაც თქვათ აბიტურიენტი თავს გრძნობს შეუძლოთ. მით უმეტეს ჩვენ მღელვარება ვახსენეთ, სტრესი ვახსენეთ და არ არის ხო თქვათ გამორიცხული და არავინ დაზღვეული ამ არც თუ ისე სასიამოვნო მდგომარეობიდან. აი ამ სიტუაციაში რა ხდება? საგამოცდო პროცესი თავისთავად რა თქმა უნდა სტრესს უკავშირდება ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მომზადებული იყოს აბიტურიენტი, იმიტომ რომ უწევს თავის ცოდნის დადასტურება, ასე ვთქვათ. და უნდა კარგი გარემო დახვდეს იქ. მღელვარების ფაქტორი ახლავს, თუმცა ჩვენი აბიტურიენტების საყვარელი კითხვა იყო ხოლმე ღია კარის დღეებზე, რომ აი ცუდად რომ გავხდე, მაშინ როგორ დამეხმარებით, ამიტომ ამაზეც არის ნერვიულონ აბიტურიენტებმა, იმიტომ რომ თითოეული საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია ექიმით, ექიმი არის ყველა საგამოცდო ცენტრში აბსოლუტურად და პერიმეტრზე ყავს ასევე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც და ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს, რომ ჩვენ არც ექიმის გამო ყენება დაგჭირდეს და არც სასწრაფო დახმარების მანქანაში განთავსებული ეკიპაჟის ისეთნაირად მშვიდად და წყნარად დაწერონ ეს გამოცდა და მათი გამოყენება არ დაგჭირდეს, თუმცა რა თქმა უნდა თუ ამის საჭიროება იქნება, ადგილზევე აღმოუჩენენ დახმარებას და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ დახმარების გაწევა ხანგრძლივ დროსთან იქნება დაკავშირებული კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბიტურიენტს გამოცდაზე დაემატება ის დამატებითი დრო, ამიტომ ამ ნაწილშიც აბიტურიენტების ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, იქნება გათვალისწინებული. ანუ გამოცდიდან აბიტურიენტი ამ შემთხვევაში არ იხსნება და არ მოიხსნება, გაუწევთ დახმარებას და ის დრო, რაც მას დასჭირდა დახმარების აღმოსაჩენად, დაემატება. ძალიან კარგი. თუ დაუშვათ ტექნიკური შეფერხება ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, არ ვიცი, რისგანაც არასდროს არ ვართ დაზღვეული, ამ დროს როგორ ხდება აბიტურიენტის ინტერესების დაცვა? ჩვენი საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია და მზად ვართ, ასე ვთქვათ, გამოცდებისთვის, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არ ვართ. იმედია ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევის წინაშეც არ აღმოჩნდება წელს ცენტრი, თუმცა ამ შემთხვევაშიც თუ კი რაიმე ტექნიკურ შეფერხებას ექნება ადგილი ცენტრის მხრიდან, აქაც ისევ აბიტურიენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ის დრო, რაც ამ ტექნიკური ხარვეზის აღმოფხრას დასჭირდება, რა თქმა უნდა, სრულად საგამოცდო დრო დაემატება აბიტურიენტს. ესე ყველანაირად დაზღვეულები ხართ. სანერვიულო არაფერი არ არის. ახლა მთავარია ის ცოდნა, რაც დააგროვეთ, მაქსიმალურად მოიკრიბოთ, კონცენტრაციაც მასთან ერთად და ჩვენ თქვენთან ვართ, მთელ ემოციებს, კარგს დადებიც, პოზიტიურს თქვენსკენ ვუშვებთ. თამარ, საინტერესოა ასევე რამდენად მკაცრად კონტროლდება საგამოცდო პროცესი და აი ვთქვათ, რა შეიძლება გახდეს აბიტურიენტის საგამოცდო სივრციდან გაძევების მიზეზი. დიახ, საგამოცდო პროცესი სრულად კონტროლდება, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ვიდეო სათვალთვალო კამერების გამოყენებით და ასევე ჩვენ თვითოულ საგამოცდო ცენტრში ყავს ჩვენი საგამოცდო პროცესის მეთვალყურე, რომელიც აი ამ პროცესს ძალიან კარგად მართავს. ცოცხალი თვალით და ყურით. ფიზიკურად ცოცხალი ადამიანები, ამიტომ აბიტურიენტებმა ასევე იციან, რომ მათ ეკრძალებათ გამოცდაზე ნებისმიერი გადალაპარაკება, დახმარების მცდელობა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი წესების დარღვევა, რაც ინსტრუქციის სახით მოცემული იქნება ეკრანებზე და გაეცნობიან. ამ შემთხვევაში, როდესაც აბიტურიენტი რაიმე ისეთ გადაცდომას ჩაიდენს, რისთვისაც დაიმსახურებს გაფრთხილებას, პირველი გაფრთხილების საფუძველზე ეტყვიან და გააფრთხილებენ, რომ მსგავსი ფაქტი აღარ უნდა დაფიქსირდეს და უკვე მეორე გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნება გამოცდიდან, რაც ჩვენთვის ყოველთვის მტკივნეული არის ხოლმე და ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, იმიტომ რომ აბიტურიენტების მშობლებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივარი ცენტრის თანამშრომლები არიან. ამიტომ აი ესეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და აი ზედმეტი გადალაპარაკებისგან და ზედმეტი
იმ ქმედებებისგან, რასაც შეიძლება მათი მოხსნა მოყვეს გამოცდიდან თავი შეიკავონ. თან ამ დროს, როდესაც რაღაც გადალაპარაკების მცდელობა ალბათ იმ ადამიანსაც, ვისთანაც ცდილობ კომუნიკაციას, მასაც საფრთხის ქვეშ აყენებ და ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობაა ეს და აი სულ მაინტერესებდა აი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. რაიმე ისეთი ხრიკებს თუ წაწყნობი ხართ საგამოცდო პროცესის დროს, რაც აი რა გინდა ხვალ ძალიან მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს და არა რომანტიზებას არ ვახდებ პირიქით გაძევების პარალელურად დავსვი ეს შეკითხვა რაც დაუშვებელია არა იდეა არსებობს ყველასთვის მაგრამ ამისთვისაც არსებობს ალბათ ცხადია რაღაც გარკვეული რა თქმა უნდა აბიტურიენტი როდესაც შემოდის და რეგისტრაციის პროცედურას გადის მას რა თქმა უნდა ამოწმებს დაცვის პოლიციის შესაბამისი თანამშრომელი რომელიც 24-ვე ცენტრს ემსახურება საქართველოს მასშტაბით ამიტომ ვურჩევდი აბიტურიენტებს რომ ზედმეტი დამხმარე მასალა მოაქვთ ხოლმე ესე ფურცელზე მომზადებული რაღაც მასალა, ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობა ნებისმიერი ფიზიკურად გამოცდაზე ვერ შეიტანენ ნივთებს. ესეც შესაძლოა მოხსნის მიზეზი გახდეს იქვე. ეს მოხსნის მიზეზი არის გამოცდიდან კარშივე არა, რეგისტრაციის პროცესში თუ აღმოაჩნდება ნივთები, მას ჩააბარებს დაცვის სამსახურს სპეციალურად განკუთვნილ კარადებში განთავსდება მათი პირადი ნივთები და შევა გამოცდაზე უპრობლემოდ, მაგრამ თუ აღმოჩნდა ისე დაცვის თანამშრომელსაც თავისი პროტოკოლი აქვს რა თქმა უნდა შემოწმების და პირობითად ახლა ფურცელი იქნება თუ რა თქმა უნდა ეს მათი პირადი სივრცეა და იქ ზედმეტი შემოწმების პროცედურა არ ტარდება მაგრამ თუ კი გამოცდაზე დაფიქსირდება გამოყენების ფაქტი ეს გაფრთხილების გარეშე მისი მოხსნის საფუძველი არის გამოცდა. კი ბატონო და ეს სწორედ ამიტომ დავსვი ეს შეკითხვა რომ მსგავსი საკითხები აუცილებლად უნდა იყოს ღია და აუცილებლად უნდა იცოდნენ იმ საფრთხეების შესახებ აბიტურიენტებმა რის წინაშე შესაძლოა რომ საკუთარი თავი დააყენონ. მაგერ ორი ადამიანი გავცხარდით მომენტალურად ნამდვილად. თამარ, ხვალ უკვე იწყება შესაბამისად, აი დაწყებამდე სამი მთავარი რეკომენდაცია აბიტურიენტებს და მათ მშობლებს. დიახ, მთავარი რეკომენდაცია იქნება პირველ რიგში ის, რომ გამოცდაზე გამოცხადნენ დროულად, იმიტომ რომ კიდევ გავიმეორებ, რომ ერთწუთიანი და ორწუთიანი დაგვიანებაც კი არ გვაძლევს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ აბიტურიენტი გამოცდაზე დაუშვათ. თან უნდა იქონიონ აუცილებლად საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მთავარი რჩევა საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ყურადღება მიაქციონ, რომ სამუშაო ფურცლიდან სწორად გადაიტანონ პასუხების ფურცელზე სწორი პასუხები და დავალებები. მოკლედ მთავარი მითითებები, რომელიც შეგიძლიათ რომ ხვალ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მადლობა ძალიან დიდი. დიდი მადლობა. წარმატება თქვენ, წარმატებული პროცესი კი ბატონო.